დავიწყოთ იმით, რომ დაკავებული ყავდეთ არასრულწლოვანი 16 წლის ბიჭი, რომელსაც ახლა სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. ის ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაშია, რადგან მას აქვს მუცლის არეში ძლიერი ტკივა, ასევე კიდურები და უჭირს გადაადგილება. ეს ყველაფერი კი ეს პრობლემები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. ის, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს ფეხზე წამოდგომაში ეხმარებოდა, მაშინ მივარდნენ მას სპეცრაზმელები, ჯერ ჩაარტყეს, ადგილზე სცემეს და სასტიკი ანგარიშსწორება გაგრძელდა დაკავების მანქანაში. როგორც ოჯახის წევრები გვიყვებიან, მაშინ, როდესაც მას ურტყავდნენ, გონებაც დაკარგა რამდენჯერმე. გარდა ამისა, მას ჩაარტყეს ფეხი მუცლის არეში, რის გამოც ახლა ძლიერი ტკივილები აქვს და კიდევ ერთი დეტალი, რასაც ოჯახი გვიყვება, 16 წლის მოზარდი სპეცრაზმელებმა გაძარცვეს, წაღებულია მისი ტელეფონი, მისი საფულე, პირადობის მოწმობა, ყველა საფუძი რაც საფულეში ჰქონდათ და მხოლოდ გვიან ღამით გაათავისუფლეს ის ხელწერილით, რაც დაადგინეს, რომ არის 16 წლის არასრულწლოვანი და რადგან მას უკვე ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. მიღებული აქვს ხელზე სერიოზული დაზიანებები. მას ურტყამდნენ სახეში, კიდურებზე, მუცლის არეში, იმდენად მტკივნეული დარტყმები აქვს მიღებული მუცლის არეში, რომ როგორც თავად ამბობს, გონება დაკარგა რამდენიმე წამით. ამავე დროს ამ ტკივილის ფონზე, ძლიერი ტკივილის ფონზე, რომელსაც განიცდიდა, როგორც ჩანს, სტრესმა განაპირობა ეს, არ ახსოვს შინაარსი, ნაწილობრივ თუ რას ეუბნებოდნენ. თუმცა იხსენებს იმას, რომ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ცდილობდნენ მის დაშინებას, დაცინვას, დამცირებას და გუშინ ღამით, როდესაც ნახე მე ჩემი ძმა, ის უფრო მეტად იყო შეურაცხყოფილი და დამცირებული, ვიდრე გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს. ეს არის სახე იმ სისტემისა და ფაქტობრივი ძალაუფლების მფლობელებისა, რომელიც ერთში საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, პროგრესულ, განათლებულ ნაწილს, რასაც განასახიერებს ნიკოლოზი და მთლიანად მისი თაობა. ზაჰესის იზოლატორში რჩება ლუკა სარიშვილი, ირინა სარიშვილის შვილი, რომელიც გუშინ აქციაზე დააკავეს. საკმაოდ დიდხანს დასჭირდა სამართალდამცავებს, რომ შეეყვანათ ის რომელიმე იზოლატორში გამთენისას 5 საათისთვის შეასახლეს ზაჰესის იზოლატორში. როგორც სარიშვილი ამბობს, ადვოკატის ინფორმაციით და ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლის ლუკა სარიშვილსაც აქვს დაზიანებები, ისიც სპეცრაზმელებმა სცემეს და სწორედ იმ დროს დააკავეს ისიც, როდესაც ერთ-ერთ მოქალაქეს ეხმარებოდა, ეს არის ბადრი გრიგალაშვილი, როდესაც დაინახა, რომ ის ძირს ეგდო და როდესაც ურტყავდნენ 28 წლის ახალგაზრდამ, გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა მოქალაქეს, თუმცა ამ დროს დააკავეს ისიც სპეცრაზმელებმა და მასაც ადმინისტრაციული წესით სამართალ დარღვევას ედავებიან. მან დაინახა ეს რაღაც იმ ადგილას იყო განსაკუთრებული სისასტიკე, როგორ დააგდეს ბადრი გრიგალაშვილი და იქ შევიდა, იმ ადგილას შევიდა მოსახმარებლად. და აი ამ დროს ცოტა მასაც მოხვდა სავარაუდოდ, მერე 3 კაცი შეაგდეს ავტობუსში და დიდი ალბათობით ამჯერად უკვე პირველისგან განსხვავებით, პირველი დაჭერისგან განსხვავებით ისეთ მიკროავტობუსში მოხვდა, სადაც სცემდნენ. ამის წინ რო დაიჭირეს, იქ სხვა შემადგენლობა იყო და იქ არც ემეს და დაარეკინეს კიდეც სახში, რომ არ გვენერვიულა დაკარგული არ გონებოდა. ეხა დილის 5 საათამდე ვერაფერი ვერ გავიგეთ. დაზიანებები როგორც დამამშვიდეს, არ არის მოტეხილობა და არ არის გემატომები. ამის გამო არ მოხდა საავადმყოფოში. ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს უნდა გაგვიხარდეს, რომ სახიზვლები დამტვრეული არ არის და გემატომები არ არის.
ადვოკატებმა, რომლებმაც დაკავებულები მოინახულეს, მძიმე ისტორიებს ყვებიან, როგორ უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები ახალგაზრდებს, როგორ მიჰყავდათ საჩვენებლად და სამაგალითო დასაშლელად ხარებასთან, როგორ გრძელდებოდა სასტიკი ანგარიშსწორება, მათ შორის დაკავების მანქანებში და შემდეგ უკვე როგორ გადახავდათ იზოლატორში. ადვოკატების ინფორმაციით ნაწილ მათგანს ადგილზე იზოლატორში გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა ამ შემთხვევაში გვიყვებიან, რომ მაგალითად სამედიცინო დოკუმენტს არ აძლევენ ერთ-ერთი დაშავებულის, გარდა ამისა ყვებიან, რომ ნაწილი გადაყვანილები არიან ინგოროყვას კლინიკაში. კიდევ ერთი ეპიზოდი, რასაც ერთ-ერთი ადვოკატი გვიყვება, ეხება ანგარიშსწორებას, როდესაც სპეცრაზმელებმა ჯერ დაკავების დროს ცემეს ერთ-ერთ მოქალაქეს, შემდეგ დაკავების მანქანაში და მას შემდეგ უფრო სასტიკად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მოქალაქეს, როდესაც სპეცრაზმელი ცდილობდა ხელბორკილის დადებას, ეგრეთ წოდებული ხამუთით, თუმცა ეს რომ არ გამოუვიდა, გაბრაზებულმა ისევ მოქალაქეს ცემა. მე მოვინახულე პირადად სარიშვილი და მიყვება ისტორიებს, რომელიც არის შემაძრწუნებელი. სარიშვილი მიყვება, რომ ის დააკავეს მხოლოდ იმიტომ, როდესაც სპეცრაზმი ადამიანს ფიზიკურად უსწორდებოდა და ძირს ეგდო, მივიდა რომ მას დახმარებოდა. ამ დროს ეგრეთ წოდებული GDD-ს თანამშრომლები მას მივარდეს, სპეცრაზმის დანიშნულების თანამშრომლები, წააქციეს, ათრიეს, ამ დროს თავში ურტყავდნენ ხელს, წაქცეულზეც ურტყეს და უკვე მე როდესაც იმ მიკროავტობუსში გადაიყვანეს, წარმოიდგინეთ, სარიშვილი იყო 3 ადამიანთან ერთად, 3 თავისუფალ ადამიანთან ერთად. ავიდა სპეცრაზმის ჯგუფები და 4-ვე ადამიანს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და აგინებდნენ დედის მიმართულებით, აყენებდნენ შეურაცხყოფას. და ცინიკური იცით რა არის, ეუნებოდნენ რამდენი წლის ხარ და იმდენჯერ აგინებდნენ დედას. სამებას უტოლდება მისი ინტენსიობიდან გამომდინარე ქმედებები, რადგან როდესაც სარიშვილი იყო ხელები დაბმული, აი მაშინ მიდიოდნენ და კიდევ ურტყავდნენ სახის მიმართულებით. მოვინახულე იზოლატორში ლუკა თეთრაძე, რომელიც დაკავებისას მილიციელებმა ცემეს, მას აღენიშნება დაზიანება მარცხენა ფეხის არეში და მათ შორის იზოლატორის ექიმაც ეს დააფიქსირა შესაბამის დოკუმენტებში, ისე მხნედ გზნობს თავს. დაკავებული ადმინისტრაციული წესის 166, 173 მუხლი და არანაირი მოწოდება პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა, მათ შორის კითხე დანამდვილებით, რომ ხო არ იმყოფებოდი მაგალითად გზის ავალ ნაწილზე, რაზეც მითხრა რომ არა, უკიდურეს ნაწილზე ეგრეთ წოდებულ ბარდიულზე მოძრაობდა ის და მოხდა მისი დაკავება ამ ვითარებაში. ანგარიშსწორების ისტორიები, რასაც გუშინ გვიანღამით დაკავებულები ყვებიან, იდენტურია ნოემბერსა და დეკემბერში დაკავებულების ისტორიების, როგორ იჭერდნენ სამართალდამცავები უმიზეზოდ, მათ შორის ტროტუარზე მყოფებს, როგორ უსწორდებოდნენ ადგილზე საჩვენებლად და დემონსტრაციული ანგარიშსწორება გრძელდებოდა მანქანებში, დაკავების მანქანებში. მოქალაქეები, რომლებიც გუშინ გვიანღამით დააკავეს, მათი სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ დღის განმავლობაში გაიმართა და იმ შემთხვევაში თუ დაკავებულებს იზოლატორიდან არ გადაიყვანენ სასამართლოში, მაშინ ვალდებულია სახელმწიფო, რომ ისინი გაათავისუფლოს და ამის მერე დაინიშნოს უკვე სასამართლო პროცესები.